გამარჯობა. მოგესალმებით ჩემი სკოლის ეზოდან, იმ სკოლიდან, სადაც მე ვმუშაობ. გადავწყვიტე ჩემი ოთახიდან გამოვიდე და სხვადასხვა სივრცეში ჩავწერო ხოლმე. ამას გარკვეული მიზეზები აქვს, რადგან სახლში ყოფნისას ერთი წლის ბიჭის გამო მიჭირს განმარტოება. სწორედ ამიტომ ახლა მაქვს ცოტა დრო და შინიდან წამოვიღე ბალიში და 26 წიგნი, რომელიც მინდა რომ გაგაცნოთ. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ შემდეგი წიგნები, დაახლოებით 28 წიგნი იქნება მე-6 კლასელებისთვის განსაზღვრული, რადგან გადავწყვიტე საზაფხულოს აკითხავად ჯერ მე წავიკითხო ის წიგნები, რომლებსაც შეურჩევ მათ და შემდეგ გადავცე და წაიკითხონ ზაფხულში. ნახოთ რა გამოგვივა. იმედია შევძლებ და მოვასწრებ ზაფხულის არდადეგებამდე. ამდენი წიგნის წაკითხვას და ბალიში შეკერვას, მოხატვას და ვიდეოს ჩაწერას. რაც შეეხება, ხომ და აი ეს შემდეგი წიგნები ასაკობრივი კატეგორიაც იქნება განსაზღვრული, მხრივ რომ შევარჩიე 11-12 წლის გოგო ბიჭებისთვის. თუმცა საბავშვო ლიტერატურას ასაკი არ აქვს. ეს წიგნი, რომელსაც ხედავთ თქვენ, შეიძლება 8 წლიდან წაიკითხოს ბავშვმა. სწორედ ამ ასაკობრივი კატეგორიით არის გამომცემლობის მიერ გამოცემული. და ყველაზე მეტად ამ ვიდეო ჩანაწერების მიზანი არის საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მშობლებისთვის და კოლეგებისთვის, უფრო ზრდასრულებისთვის წერ, რადგან საბავშვო ლიტერატურას როცა ვკითხულობთ, უფრო ემპათიურები ხდებით, უფრო მეტად გვესმის ბავშვების, მოზარდების და ჩვენც ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწავლასწავლებისას, აღზრდისას, რომ არ დაგვავიწყდეს როგორები ვიყავით ბავშვობისას და საბავშვო ლიტერატურას კი აქვს ეს ჯადოსნური ძალა, რომ შეგვახსენოს სწორედ ის ემოციები, პრობლემები, განცდები, რომლებიც გვქონდა ჩვენ ამ პერსონაჟების მსგავსად. სამი წითელი თევზი არის თანამედროვე ესპანურენოვანი საბავშვო ლიტერატურის წიგნებიდან და მისი მთარგმნელია თინა ბატიაშვილი, ავტორი რაკელ პულიდო. თინა არის ჩემი უახლოესი მეგობარი და უზომოდ მიხარია, რომ ვხედავ როგორ მოსწონთ მისი თარგმნილი წიგნები მასწავლებლებს, მშობლებს, რადგან ხშირად მხვდება სოციალურ ქსელში სწორედ აი ამ წიგნებზე, რომ სჯელობენ და აკითხებენ მასწავლებლები ამ წიგნებს. რაც შეეხება სამი წითელ თევზს. სამი წითელი თევზი არის მცირეტანიანი რომანი და ჩემს შაბათის მკითხველთა კლუბის ბავშვებს შევთავაზე. ზუსტად აი გასულ შაბათს გვქონდა განხილვა 20-მდე ბავშვმა იმ სჯელა და გამოთქვა საკუთარი მოსაზრება. ვუთხარი კიდევაც მათ, რომ ნეტავ მე ვსაუბრობდე, ისე როგორც თითოეული მათგანი მსჯელობს, თავისუფლად, უბრალოებით, გულწრფელობით გამოხატავს საკუთარ აზრს და რაც მთავარი აქვთ საოცარი მიგნებები. უფროსებს რაღაცნაირად დავაკვირდი, რომ გვიხევდება აღქმა, თვალთა ხედვა და როდესაც ბავშვებს ვუსმენდი, ბედნიერი ვიყავი, რომ ისეთი რაღაცეებზე გამახვილეს ყურადღება დეტალებზე, საკითხებზე, თემებზე, რომლებიც მე არ შემიმჩნევია მაგალითად. ამავე დროს უნდა ვთქვა კიდევ, რომ ბოლოს სამი რამ რაც დაამახსოვრდათ იმ შეხვედრიდან უნდა დაეწერათ და ძალიან ბევრმა მოიწერა ასეთი რაღაც ამ ჩამონათვალში ერთი პუნქტი იყო, რომ მნიშვნელოვანი სიამოვნება მიიღო თავისი თანატოლის მოსმენისას. მე ვფიქრობ, რომ სწორედ აი ეს აკლია ჩვენ საზოგადოებას, რომ არ იყოს აუცილებელი შეჯიბრი და რომ ყველა ვართ განსხვავებულები და ერთმანეთის მოსმენა, რაც უფრო ბევრ ადამიანს მოусმენ, ეს არ არის დამღლელი, პირიქით დიდი სიამოვნებაა განსხვავებულ მოსაზრებებთან, გონებასთან ურთიერთობა და აი პატარა ბავშვებმა რომ ეს შეძლეს და დააფიქსირეს და გამოხატეს, აღიქვეს, ძალიან გამიხარდა. სამი წითელი თევზი. მე ბოლოს გადავწყვიტე, რომ წაგიკითხოთ მათი ამ ყავისფერ დღიურში ჩანიშნული მათი გამოთქმული მოსაზრებები, რომლებიც ბავშვებმა გამოთქვეს, ხოლო მანამდე შევეცდები, რომ მე გაგაცნოთ
მანამდე წიგნს გაჩვენებთ ბალიშს. ეს არის ყდა, როგორც ხედავთ და მოდი ყდით დავიწყებ. ჩემს წიგნზე საუბარს. დაკურებულ ხართ, რომ ყდას წიგნის წაკითხვამდე სხვანაირად აღვიქვამთ და წიგნის წაკითხვის შემდეგ დეტალები თითქოს გამოდის უფრო შუქზე. უფრო ვამჩნევთ, იმიტომ რომ შინაარსი ამბავი, რომელიც წიგნიდან ჩვენში გადმოვიდა, საშუალებას გვაძლევს, რომ დეტალებზე გავამახვილოთ ყურადღება და ეს თავისთავად ხდება. მაგალითად, წიგნის წაკითხვის შემდეგ დავაკვირდი, რომ მთავარ პერსონაჟს დანიელს აქვს ძალიან კეთილი სახე. და აქ არის კიდევ თვითმფრინავი, რომელიც მანამდე არ მქონდა შემჩნეული. წითელი ფერიც ალბათ ავტორმა ამ სათაურის მიხედვით განსაზღვრა ქუდის ფერი. და რაც შეეხება, ხო, მოდით გადავიდეთ პერსონაჟებზე. სიკეთე არის განსაზღვრელი რამ, რაცაც უნდა გავამახვილო ყურადღება. დანიელი, მთავარი პერსონაჟი არის 9-10 წლის ბიჭი და არის ძალიან კეთილი. ეს მისი სიკეთე გამჟღავნდება ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულებაში, მამისადმი, დედისადმი, ბებიას როგორ აღიქვამს, ძმას და გარემოს, თავის გარემოს. სწორედ მისი თვალთახედვით არის გადმოცემული ამბავი, პირველ პირში მოგვითხრობს დანიელი და აქვე მინდა გითხრათ, რომ ბავშვებმა რაზეც გაამახვილეს ყურადღება, ეს იყო ის, რომ ძალიან მოკლე თავები იყო, ადვილად წასაკითხი, რაც ძალიან მოსწონდათ, ასევე ის, რომ პერსონაჟი პირველ პირში გვიყვება და ძალიან მოსწონთ თანამედროვე ბავშვებს პირველი პირში თხრობა, რადგან ეს უფრო საშუალებას აძლევს მათ, რომ ადვილად გადმოიტანონ საკუთარ ცხოვრებაში ის ყოველივე, რასაც პერსონაჟი პირველ პირში მოგვითხრობს და ხო, კიდევ უფროსი ძმა, აქ დანიელს ყავს მარტინი, უფროსი ძმა და რომელიც არის მოზარდი თინეიჯერია და უხეშობით გამოირჩევა, თავის სამყარო აქვს, დასცინის მარტინს და აი ეს მათი ურთიერთობა აღმოჩნდა დისკუსიის საგანი ბავშვებისთვის თემა, რადგან წიგნის ბოლოს იცვლება მარტინი და ეს ძალიან გაუხარდათ ბავშვებს და ერთ-ერთმა გოგომ აღნიშნა, რომ მარტინს ცვლის სიყვარული. წიგნის ბოლოს შემოდის რიტა და სულ რაღაც 20 გვერდი არის, ერთ-ერთმა მოსწავლემ ესეც თქვა და 20 გვერდში მოახერხა, რომ შეეცვალა ამ ოჯახის ცხოვრება. რაც შეეხება თემას, ხო, უბრალო ოჯახი არის, ძალიან უბრალო ოჯახი. გონია, რომ შენ ოჯახის ამბავს კითხულობ და მამა მარტინის არის ტრაილერის მძღოლი, დისტრიბუტორია, სხვა ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადააქვს პროდუქტი. დედა ჩხილების სპეციალისტია და ყავს ბებია, რომელსაც ალცჰაიმერი დაემართა, მამინდა კონჩი, ძმა, როგორც უკვე ვახსენე და დანიელი ოცნებობს, რომ ჰყავდეს ძაღლი. ძაღლის ყველაზე უარსეუბნებიან ოჯახის წევრები, დედმამა, რადგან ძალიან პატარა სახლი აქვთ და სამომავლოდ დებენ ამას, როდესაც გადავლენ კერძო სახლში. ამისთვის დანაზოგს აკეთებს ოჯახი, ამით ჩვენი რეალობიდან ძალიან განსხვავდება, იმიტომ რომ ალბათ წარმოუდგენელია დისტრიბუტორმა და სტილისტმა შეძლოს იმდენი ფულის დაგროვება, რომ კერძო სახლი შეიძინოს, თუ კიდევ დამატებით სხვა შემოსავალი არ აქვს ჩვენს ქვეყანაში ოჯახს და ამ ესპანეთში ეს როგორც ჩანს შესაძლებელია, წიგნში სახლს იცვლის ოჯახი და აი ამას ეს იყო ძალიან საინტერესო, რომ უბრალო ოჯახის ცხოვრება აღწერილი და როგორი საინტერესოა თითოეული ჩვენგანის ცხოვრება, დამოკიდებულება ოჯახის წევრებისადმი, უფროსისა და უმცროსი თაობის ზრდასრულებმა ამ წიგნის წაკითხვასაც შეგვიძლია დავფიქრდეთ, როგორ ვექცევით ასაკოვან ადამიანებს, ბებიებს, ბაბუებს, რა რეალობას ვთავაზობთ, რადგან აქ ბებო ბოლოს სახლში გადმოჰყავთ და მამა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კომფორტულად მოუაროს ლოგინად ჩაწოლილ დედას, მაგალითად სპეციალური მოწყობილობაც კი შეიძინა, რომ ადვილად წამოეწია და დაეწვინა დედა. ლიტა პასიტა ქვია
ბებოს, რომელიც ძალიან შეუყვარდათ ბავშვებს და თან ეს წიგნი ალცჰაიმერის შესახებ ცნობიერებასაც ამაღლებს, რადგან არც ერთმა მათგანმა არ იცოდა ამ დაავადების შესახებ. კიდევ რა მინდოდა მეთქვა, ფრაზა არის ასეთი: ერთ ღამეს ლიტაპასიტა დამესიზმრა, ლურჯი კაბა ეცოდა, ბედნიერი იღიმებოდა. რატომ ესიზმრება ბებოს, შვილიშვილს, ბებია? ამას თქვენ თავად ამოიკითხავთ. თუმცა ალბათ უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეს წიგნი არის საყვარელი ადამიანის დაკარგვაზე და ბავშვები როგორ ხვდებიან გარდაცვალებას, უფროსი ადამიანების ოჯახის წევრის გარდაცვალებას, რაც ტკივნეული, ფაქიზი თემაა, თუმცა ხშირად ვხვდებით საბავშვო ლიტერატურაში და ამაზე საუბარი მნიშვნელოვანი მგონია მეც. ფაქიზი საფრთხილი დამოკიდებულებით, თუმცა აუცილებლად სალაპარაკო თემა. რაც შეეხება ფრაზებს წაგიკითხავთ ახლა, იმიტომ რომ მარტო როდესაც მე ვუსმენ ჩემს მოსწავლეებს, სულ მინდა ხოლმე რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მოусმინოს მათ. რადგან როგორც უკვე აღნიშნე, მოზარდების შეხედულებები, ლაღი, გულწრფელი დაკვირვებები არის ძვირფასი საჩუქარი ჩვენთვის. როდესაც ღამე მოდის, ერთი წუთით ეს შემეშალა. ესე იგი, სახელებს არ დავასახელებ, ვინმე რომ არ გამომრჩეს და ამიტომ უბრალოდ წავიკითხავ ამონარიდებს. მარტივი საკითხავია, ძმობა, ჩემი ძმები გამახსენდა, ბევრი ღირებულებები არსებობს ცხოვრებაში, ერთმანეთის პატივისცემა, ჯანმრთელობა. ძალიან ჰგავდა ჩემს ცხოვრებასო. ზუსტად ჩემთვის არის შექმნილი ეს წიგნი. არც არის საჭირო გაწელვა თავების, ძმების ურთიერთობა არის წამოწეული და მშობლების არასწორად დამოკიდებულებამ შეიძლება ზიზღი გამოიწვიოს. ჩემი თავი ამოვიცანი, ზუსტად ახლა დავკარგე ბებია. რასაც განიცდი ეს ყველაფერი უნდა გამოხატო. კარგი და შემდეგი მეორე ჯგუფთან კი ჩაწერილი ფრაზები ამგვარია. პერსონაჟები შემიყვარდა. ყველაფერი ზომიერად არის სევდაც, სიხარულიც, რეალისტობაც. ადვილი წასაკითხია ჩემს ცხოვრებას მივამსგავსე. მე მსიამნებს როცა ვტირი წიგნებზე, კარგი გრძნობაა, ვფიქრობ. მოხუცი ადამიანების საყვარლები არიან. ბევრი დრო არ მიუძღვნეს წიგნში, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ძალიან საყვარელი პერსონაჟია. წინა გაკვეთილზე ის აღარ ვთქვი, რომ ბოლომდე წაკითხული მქონდა. ძმების დამოკიდებულება არ მომეწონა, შეყვარებული ადამიანი იცვლება. მიყვარს ეს წიგნი, ის წიგნები, როცა ერთი ადამიანი ყვება თავის ცხოვრებას. მინდა ყველა ადამიანი კეთილი იყოს. კარგად გადმოსცემს თავის გრძნობებს პირველ პირში თხრობა. არ მეგონა ასეთი კარგი თუ იქნებოდა, ბოლო მომენტმა გული ამიჩუყა. მე ბებია, ილიკო და ილარიონი გამახსენდა. ამ წიგნს ქმნის ეს უბრალოება, როგორც ბავშვებმა უკვე აღნიშნეს, ამბობს ერთ-ერთი და რიტამ მარტინის ოჯახში სხივი შემოიტანა, გააერთიანა ოჯახი. ჩვენ ერთად გავიგეთ, რომ პედიკულოზი დატილიანებას ნიშნავს და ვიხალისეთ ამის შესახებ, ამის გამო. რეალიზებულობა მოხუცებულისთვის ახალი თერაპია გამოიგონაო, ამაზე ამახვილებენ ყურადღებას. მარტივი წესაკითხები წიგნები არ მიყვარდა, წესაკითხი, ჩაღრმავებული წიგნები მიყვარდა, სულ სხვანაირი აღმოჩნდა. მარტო 20 გვერდში გამოჩნდა რიტა და ასეთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. პროფესორის საყვარელი ფორმულა გამახსენდაო, ამბობს მე-6 კლასელი გოგო. აი ესე კითხულობენ ბავშვები, ასე მსჯელობენ, ალბათ ამეთანხმებით, რომ უფროსებზე ბევრად კარგად. მოусმინოთ მათ და ვიკითხოთ წიგნები მათთვის, რომ შემდეგ წავაკითხოთ მათაც. დიდი მადლობა თინას ასეთი კარგი წიგნების შერჩევისთვის, გამომცემლობა სულაკაურს და შემდეგ წიგნამდე გემშვიდობებით. მადლობთ.